წინ ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ რა კავშირები შეიძლება და ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმის მფარველობასთან დაკავშირებით, ბოევიკების შემოსვლაზე და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება არაერთმა რუსული მედიის ასე ვთქვათ, სააგენტომ თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა ძალიან ფართოდ გააშუქეს, არაერთი სიუჟეტი და არაერთი სტატია მიეძღვნა პრემიერის ამ განცხადებას, რომელიც სამწუხაროდ შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო განცხადება, ჩემი აზრით. ამ განცხადების შემდეგ მე ვფიქრობ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებიც ხვდებიან რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა და ეს თავდაცვის მინისტრის განცხადებიდანაც ჩანდა. მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიციის წარმომადგენლის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან, ვანო მერაბიშვილის მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება მოყვა პრემიერის ამ განცხადებას. მან ჩაატარა მეორე დღეს პრესკონფერენცია ნაციონალური მოძრაობის ოფისში. მე სპეციალურად რამოდენიმეჯერ მოვისმინე ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის საიტზე არის გამოქვეყნებული სრულად, სადაც სამწუხაროდ ის გამართლებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილის ამ გამონათქვამისა. მე ამოვიწერე ციტატა მისი გამოსვლიდან. ის ამბობს, რომ რაც შეეხება ბოევიკების მომზადებას, ეს რა თქმა უნდა ეხლა ყველამ ვიცით, რომ არის სიცრუე და ასე შემდეგ და შემდეგ ხაზს უსვავს, რომ საქართველოს იმიჯი, საქართველოს სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადება. ანუ ორჯერ გაუსვა თავის პრესკონფერენციაზე ვანო მერაბიშვილმა ხაზი ბიძინა ივანიშვილის გამოუცდელ პოლიტიკოსობას. ეს ლოიალურობა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელი განცხადებაც პირდაპირ უტყავს საქართველოს ინტერესებს, ორი რამით შეიძლება იყოს ახსნილი. პირველი, თავად ბატონი ვანოც ალბათ ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არის აღნიშნული საკითხები საქართველოსთვის, ან მეორე. მას აქვს ისეთი პრობლემები, რაც ხელს უშლის მას გაჭრილად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის ამ ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზარალებელ განცხადებასთან დაკავშირებით. პირობდი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავსვა. მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა რომელიმე ასე ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენელს და გაემართლებინა ბიძინა ივანიშვილის პოზიციები, ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ გასაგები იქნებოდა ასე მათი მხრიდან, ვინაიდან მათი მხრიდან ცდილობა რომ გამოასწორონ პრემიერის მსგავსი უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, ეს რაღაც გამართლებას ალბათ პოებს მისი თანაგუნდელების მხრიდან, მაგრამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან მსგავსი ტიპის ლოიალობა არ შეიძლება ასე ვთქვათ იქნა შეფასებული თუ არა ის რომ ან თავად ბატონი ვანო მერაბიშვილი ვერ ხვდება რამდენად მნიშვნელოვანი არის აღნიშნული საკითხი საქართველოსთვის და მეორე ან მას აქვს გარკვეული პრობლემები რაც ხელს უშლის სწორად და ადეკვატურად შეაფასოს ბიძინა ივანიშვილის ის გამოსვლა რომელიც მან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გააკეთა. მსგავსი რომ წყობილიყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ამაზე ხმამაღლა და საჯაროდ საუბარი ქვეყნის პრემიერის მხრიდან რა საფრთხეები შემცველი შეიძლება იყოს, ამას მე მგონი თითეული ადამიანი ხვდება ამ ქვეყანაში. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ვანო მერაბიშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილის მე ვფიქრობ არა გამოჩნდა. განცხადებების გაგებისობილებას, ასე
ამ პრობლემებზე საუბარი ალბათ გადაგვიყვანს ამ თემიდან. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ საკითხის გაშუქებას დიდი დრო მედით ისედაც არ დაეთმობა, ამიტომ თუ თქვენ ეს თემა გაინტერესებთ, მე შემიძლია ამაზე უფრო ვრცლად სხვა, ასე ვთქვათ, სხვა შემთხვევაში ვისაუბრო. არსებობს გარკვეული ეჭვები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის გარიგებასთან დაკავშირებით, რომელიც პირადად ჩემში გაჩნდა იმ ვიდეოების გამოვარდნის შემდეგ, რომელიც არჩევნებამდე 11 დღით ადრე ეგრეთ წოდებულ ციხის კადრებს გულისხმობ, ის სკანდალური ვიდეოები, რომელმაც რეალურად გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ამ ყველაფერს დღემდე არ გაცემია პასუხი, თუ როგორ მოხერხდა ის, რომ ეს ვიდეოები, თუ ეს არის, რა თქმა უნდა, ციხეში გადაღებული, გაკეთდა ისე და გამოვიდა ციხიდან ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ქვეყნის მთავარ ხერხემალს, მაშინ როდესაც ვინ ვისთან იწვა, ლამის ამას, ასე ვთქვათ, აკონტროლებდნენ. კი ბატონო. ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველი აქ არაფერ შუაშია. მე ვარ ბაჩო ახალაიას მეგობარი, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა ადამიანის, რომელიც იყო წინა ხელისუფლებაში. ინტერესები შეიძლება დავიცვა არა მხოლოდ ბაჩო ახალაიასი, არამედ ნებისმიერი ადამიანის და ეს გამიკეთებია, ამაზე ახლა ვრცლად არ ვსაუბრობ. მაგრამ პრობლემები რომ არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში, ამას რამდენადაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ავარიდოთ თავი, ეს ისედაც ჩანს, მათ შორის თავად ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებიდან, რომელზედაც მე დღეს ვისაუბრე. აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები გაკეთდა ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან, აბსოლუტურად განსხვავებული შეფასებები ამ, ასე ვთქვათ, გამოსვლისა ბიძინა ივანიშვილის, ბატონი ვანო მერაბიშვილის პრესკონფერენცია, რომელიც აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ უბრალოდ ის იყო იძულებული, რომ უნდა ჩაეტარებინა, მიეძღვნა ძირითადად იმაზე საუბარს, რომ თურმე ესე იგი დასაქმების კონცეფცია ყოფილა მთავარი, ის რომ უმუშევრობა მიმატა, ის რომ ასე ვთქვათ თანამშრომლობა არ ხდება თურმე ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის და ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოუწევს ივანიშვილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რასაც აუცილებლად უნდა მოყოლოდა ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერის მხრიდან ძალიან მწვავე და მკაფიო განმარტება და შეფასება იმ ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს, რომელიც გაკეთდა ქვეყნის პრემიერის მხრიდან, სამწუხაროდ მსგავსი რამ ვერ მოვისმინეთ ვანო მერაბიშვილის განცხადებიდან და ეს კიდევ ერთხელ ამყარებს იმეჯს, რომ ვანო მერაბიშვილი გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებს მკვეთრი და სწორი შეფასებისგან ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებისა. თუ შეიძლება სტატუსი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ სხვადასხვა ხან რას მაწერენ, ხან რას მაწერენ. თავისუფლებისა და არანაირ სამართლებრივ. თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი. თქვენთანაც არასწორად იყო წინაზე. თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი, კი.